ეროვნული პირველობის ფინიშამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ბრძოლა ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ კიდევ უფრო დაძაბა. რუსთავში გამართული მეტალურგისა და ზესტაფონის დაპირისპირება თავიდან მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე ანგარიშის გახსნა მაისურაძის შორეული დარტყმის შემდეგ შეიძლებოდა. მაგრამ რუსთაველთა ახალგაზრდა ფეხბურთელს ოდნავ არ გაუმართლა. ამის შემდეგ ინიციატივა ნელ-ნელა სტუმართა მხარეს გადავიდა და 30 წუთზე იqbalმა უკვე აქციაურს აქცია ზურგი, როდესაც მისი გასროლილი ბედიაშვილის კარის ხარიხა მაისხლიდა. მეორე ნახევარი შედარებით მაღალ ტემპში წარიმართა. 58 წუთზე მაისურაძემ ზესტაფონელთა შეცდომით სარგებლობას სცადა, მაგრამ მიზანმა ისევ უმტყუნა. 73 წუთზე საპასუხო შეცდომა უკვე მეტალურგის დაცვამ დაუშვა და ხელსაყრელი სიტუაცია დვალმა ვერ გამოიყენა. 71 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. დვალმა კარგი გადაცემით მეტოქის საჯარიმოში გრიგალაშვილი შეუშვა, რომელმაც ჯერ მცველი ჩამოიშორა, შემდეგ კი შორეულ კუთხეში გაიტანა. დარჩენილ დროში მასპინძლები საგრძნულად გააქტიურდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს და პირიქით დაისაჯნენ. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე საკუთარ ნახევარზე გრიგალაშვილმა ითამაშა კარგად და გრძელი გადაცემით ბურთი გორგიაშვილს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ შესვლაზე შემოსულ ოვონიკოკოს მისცა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 2-0 ზესტაფონელთა სასარგებლოდ. ჩემპიონობა გვინდა და ეს გამარჯვება საჭირო იყო და იმედია ჩემპიონები გავხდებით რა. ძალიან დიდი ჟინი იყო გამარჯვების და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გუნდისთვის და მე დღესაც ვიძახი რომ მაინც დაღლილები ვართ ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურადაც, მაგრამ ვიპოვეთ ძალა ჩვენ თავში რომ გვეთამაშა ჩვენი ფეხბურთი. ჩემი აზრით უკეთესად ითამაშეს ჩვენზე, ბულსას აკონტროლებდნენ ჩვენზე უკეთესად და უპირატესობაც ჰქონდა და შედეგი ჩემი აზრით დაიმსახურეს გამარჯვება და გაიმარჯვეს კიდევაც. წარმატებებს ვუსურვებ.